მოგესალმებით. მინდა გამოახმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების პროცედურის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც რა თქმა უნდა ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში. ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც არის სერიოზული პრობლემა. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარდა თვითონ ევროკავშირის მიერ ევრობარომეტრის კვლევა, რომლის თანახმადაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა საქართველოში არის შემცირებული 6%. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო 5 კონკრეტულ ქვეყანას, რომელმაც ქართული ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირა ამ საბჭოზე. ეს არის როგორც მოგეხსენებათ უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართული ხალხის ინტერესები საბჭოზე. თქვენ იცით, რომ ევროპა და ევროკავშირი კონკრეტულად დღეს დგას ძალიან რთული გამოწვევების წინაშე. ხედავთ რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. არის პოლიტიკური კრიზისი არაერთ ქვეყანაში ევროკავშირის მასშტაბით, კრიზისია ევროკავშირის ორ წამყვან ქვეყანაში, ეს არის მოგეხსენებათ საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთის მიყოლებით. ჯერ მაკრონის, შემდეგ შულცის თავრობებს გამოუცხადეს უნდობლობა შესაბამისი ქვეყნების პარლამენტებმა. არის ქვეყნები, სადაც ძალიან მყიფე კოალიციებია შექმნილი, სადაც გამარჯვებული პარტიები ვერ ახერხებენ თავრობის ფორმირებას. არის უმძიმესი მდგომარეობა უკრაინაში და სირიაში, რაც არის რა თქმა უნდა ევროკავშირის პრობლემაც და არის ეკონომიკური სტაგნაცია მთელი ევროკავშირის მასშტაბით, ზოგიერთ შემთხვევაში რეცესიასთანაც კი, ანუ ეკონომიკურ შემცირებასთანაც კი გვაქვს საქმე. ასე დროს, როდესაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები საქართველოს შანტაჟისთვის იცლიან და უკვე ჩავარდნილი მაიდნის მხარდაჭერას ცდილობენ, ეს არის რბილად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, გაუგებარი. თუმცა გამოჩნდა, რომ ამ შანტაჟს სინამდვილეში არავითარი ძალა არ აქვს, რასაც ჩვენს მიერ 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც შეუწყო ხელი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან, დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნების მცდელობა, ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ეს მცდელობა გრძელდება 3 წლის განმავლობაში, ეს შანტაჟი გრძელდება 3 წლის განმავლობაში და ეს შანტაჟი და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა 3 წლის თავზე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ეს არის მნიშვნელოვანი, მათ შორის იმისათვის, რომ აღდგეს ქართული საზოგადოების თვალში დაკარგული ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ. ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, მაიდანი ჩავარდა, კიდევ ერთხელ თავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გამართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ეს ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს ჩვენს წინაშე. ეს არის მათ შორის პირველ რიგში ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენს ქვეყანაში. ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, რომელსაც აქვს საკუთარი მოსაზრეები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, გამართოთ ნებისმიერ ფორმატში საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ტელეკომპანია იმედი სოფობერტზე, ბატონ პრემიერო, რამდენიმე კითხვა მაქვს ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და გავაერთიანებ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ კაია კალასის განცხადებიდან გამომდინარე, როდესაც იწყებოდა საბჭოს ხდომა, მანამდე საუბრობდა, რომ სანქციები იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი საკითხი და საუბარი იყო მთლიანად ვიზა ლიბერალიზაციაზე, როგორც ვიცით. თქვენ მადლობა გადაუხადეთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც თქვა დაბლოკეს ეს გადაწყვეტილება. მხოლოდ ამ ქვეყნების დაბლოკვის შედეგია ის, რომ ეს საფრთხე აცილებულია დღეს. ამ ეტაპზე თუ კიდევ რა მიზეზებს ხედავთ თქვენ და მეორე ისევ კაია კალასის განცხადებაზე ვკითხავთ, ის საუბრობდა იმის თაობაზე, რომ თანხები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, ახლა სამოქალაქო საზოგადოებას და NGO-ებს გადაეცემათ. რა მიზეზი
მიზანი აქვს ამას და ჩემი კითხვის პირველ ნაწილზეც თუ შეიძლება. კი, რაც შეეხება თვითონ ქვეყნებს, ჩვენთვის საჯაროდ გახდა ინფორმაცია ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა თქვენ ნახეთ, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს უკვე ბრიფინგებზე, ინტერვიუების დროს ამ საბჭოს შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალი არის კიდევ უფრო ფართოა, იმ ქვეყნებს გულისხმობ, რომლებიც წავიდნენ სანქციების წინააღმდეგ. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც ხარს უჭერს ქართულ ხალხს. თუმცა თქვენს განცხადებაში 28 ნოემბრის განცხადებაც ახსენეთ და გადაწყვეტილებაც მე ამას ვკითხულობ, ესეც ხომ არ იყო რაღაცნაირად ხელისშემწყობი ფაქტორი იმის, რომ თქვა დღეს მთელი ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე. ჩვენ საუბრობდით სცენარზე, რომელიც უკავშირდებოდა სწორედ ამ საბჭოს სხდომას და შემდეგ უკვე ევროპული საბჭოს სხდომას 19 დეკემბერს. რეალურად ჩვენ ვახდენეთ პრევენცია. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ემსახურებოდა სწორედ პრევენციას, სხვანაირად რომ განვითარებული იყო პროცესები, ან ჩვენ რომ არ გაგვეხმოვებინა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ შანტაჟის წინააღმდეგ იყო მიმართული, ის ძიმე მოვლენები, რომლებიც განვითარდა 5 დღის განმავლობაში 28 ნოემბრის შემდეგ, განვითარდებოდა სწორედ დღეიდან. ეს იყო დაგეგმილი სცენარი. თუმცა ჩვენმა გადაწყვეტილებამ უზრუნველყო ამ ყველაფრის პრევენცია და საბოლოო ჯამში თქვენ ხედავთ, რომ შანტაჟის რესურსი პრაქტიკულად მთლიანად გამოვაცალეთ იმ ძალებს, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ და ეს არის ის სურათი, რომელიც მივიღეთ შესაბამისად საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ. ანუ შანტაჟი იყო მოაზრებული სწორედ ამ დღეებისთვის, კულმინაცია უნდა ყოფილიყო სწორედ გუშინდელის სხდომა, უნდა ყოფილიყო 19 დეკემბრის ევროპული საბჭოს სხდომა, თუმცა ნახეთ, რომ პრევენციამ სწორად იმუშავა და საბოლოო ჯამში ვერ განვითარდა ამ საბჭოს შემდეგ ისეთი პროცესები, რომლებიც არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. რაც შეეხება განცხადებას თანხების მიზნობრიობის თაობაზე, ამაზე რას ფიქრობთ, რა მიზანი აქვს ამ გადაწყვეტილებას? ეს განცხადება ჩვენ პირველად არ მოვისმენთ, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, შინაარსი რა არის გასაგები ამ გადაწყვეტილების ქართული ხალხის მაგივრად, ეს თანხები უნდა მოხმარდეს იმ ძალებს, რომლებიც უპირისპირდებიან სწორედ ქართულ ხალხს და ქართული ხალხის ნებას. ხო, ეს არ არის, რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი, ეს არის მორიგი ანტიქართული ნაბიჯი, თუმცა ამით ჩვენს ქვეყანას ვერავინ დააზიანებს. გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ ნახეთ თქვენი ოპონენტების კრიტიკული განცხადებები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც დაბლოკეს გადაწყვეტილება. როგორ ფიქრობთ, რატომ ესხმიან თავს ქვეყნებს, რომლებიც მხარდაჭერის შემთხვევაში რეალურად მთელი ქვეყანა შეიძლება დაზარალებულიყო, ხომ ვიზა ლიბერალიზაცია თუ შეჩერდებოდა? პირდაპირ ხედავთ ერთ რამეს, საქართველოში არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი რამენერად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები და შესაბამისად ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, ყველა პოლიტიკოს, რომელიც იცავს სწორედ ქართული ხალხის ინტერესებს. პირდაპირ არის, რა თქმა უნდა, მათი ინტერესები წინააღმდეგობაში ქართული ხალხის ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, ეს თავდასხმები, რასაც ჩვენ ხედავთ კონკრეტული ევროპული ქვეყნების მიმართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართული ხალხის ინტერესებს. და კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაგალითად ადვოკატების საპროტესტო მსვლელობის ორგანიზებას აკეთებს ადვოკატი ქეითი კვარცხავა, რომელიც ჩართული იყო, როგორც ვიცით, ლელოს დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის საქმეში. ეს საქმე ეხებოდა ანტიკორუფციული ბიუროსთან დავას პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისმენთ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პროტესტი, თქვათ, რომელსაც თბილისის ქუჩებში ვხედავთ, ეს არ არის პოლიტიზირებული. არის თუ არა მაგალითად ეს მაგალითი კამარისი საპირისპირო სამტკიცებლად თქვენთვის, როდესაც თქვათ ადვოკატი, რომელიც ბადრი ჯაფარიძის ადვოკატიც იყო. ეს ყველაფერი არის ეგრეთ წოდებული პერფორმანსები. სინამდვილეში ეს არის რადიკალური ოპოზიციის აქციები. თქვენ ხედავთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ერთი და იგივე ადამიანებს ატარებენ სხვადასხვა პროფესიული ნიშნით გამართულ აქციებზე და ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, მხოლოდ დამატებითი დასტურია იმისა, რომ ასეთი
ასეთი პერფორმანსები არის თავიდან ბოლომდე პარტიულად მართული. ხო, ეს არ არის ახალი ხილი, ზუსტად იგივე სცენარი ვითარდებოდა უკრაინული მაიდინის დროს და სხვა რევოლუციური პროცესების დროს. ეს არის ერთგვარი შაბლონები, რომლებითაც მუშაობენ კონკრეტული გარეძალები და ამ შემთხვევაში ეს შაბლონი მიცეს ქართულ რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა იმდენად გაცვეთილია ყველა ეს ინსტრუმენტი, რომ შეუძლებელია რაიმე ეფექტი ამ ყველაფერმა იქონოს. Ნებელ კითხვა მაქვს აქციებთან დაკავშირებით. USAID-ის მისია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, მათ აქვს კონტრაქტი გაფორმებული მედია პლატფორმა ჩაიხანასთან, რომელიც ამზადებს მოკლე ვიდეოებს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, თუმცა ეს ვიდეოები არ თავსდება ბუნებრივია USAID-ის ოფიციალურ გვერდზე, Facebook-ს გულისხმობს და სხვა პლატფორმების მოძიება ხდება, ან დონორის პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში თუ ხედავთ და რა ნაწილში. რა თქმა უნდა, პირდაპირ პასუხისმგებლობა არსებობს, როდესაც პირდაპირ ფორმით ხდება მაიდინის ხარდაჭერა, უცხოური დაფინანსებით, ეს არის რა თქმა უნდა შემაშფოთებელი. სწორედ ასეთი ფაქტების გამო გვინდოდა თავის დროს ჩვენ გამჭრელობის კანონის მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში მივიღეთ და მთავარი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებოდნენ გამჭრელობის კანონს, იყო სწორედ ეს. ვიღაცებს უნდათ, რომ დაფარული ფულით დაიფინანსებინათ რევოლუციები ამ ქვეყანაში, აერიათ ეს ქვეყანა, რაც ძალიან შემაშფოთებელია, მაგრამ თავი არის ის, რომ ქართულმა ხალხმა კიდევ ერთხელ არ დაუშვა ამ ქვეყანაში არც მაიდანი და არც რევოლუცია. მოგესალმებით ბატონ პრემიერ, ნაწილობრივ იყო ამ თემაზე საუბარი, თუმცა რომ დავაზუსტოთ, მას შემდეგ რაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა უნგრეთის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, აქტიურად წავიდა თქვენი ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ეს ხალხი დაკავშირებული არის ამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ რუსეთთან. ეს რა სახის გზავნილია და რაზე მიუთითებს თქვენთვის? ასეთი პიარი რუსეთს მე მგონი არც ერთი პოლიტიკური ძალისგან არ აქვს, როგორც ეს აქვს საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან. რადიკალური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რუსეთი თავიდან ბოლომდეა საქართველოში შემოსული, ახლა ამტკიცებენ, რომ ხუთ ქვეყანაშია უკვე რუსეთი შესული. ეს არის რა თქმა უნდა პიარ კამპანია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია რეალურად აწარმოებს რუსეთის სასარგებლოდ. ანუ ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი არის შესული ყველგან და ყველაფერში. არა მარტო საქართველოში, არამედ უკვე ევროკავშირში შევიდა ღრმად. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ სასუსტარკვეთილია დღეს ოპოზიცია და აღარ იციან რას მოეჯიდონ, სწორედ ამას უკავშირდება ეს თავდასხმა, რომელსაც ეს ადამიანები ახორციელებენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. მოგესალმებით, გელა ბოჩიკაშვილი, რადიო თავისუფლება, რამდენიმე კითხვა მექნება მეც და დავიწყოთ თქვენი ბრიფინგის თემით, რომელიც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებს. მაინტერესებს მინდა რომ თქვენ აუხსნათ მაყურებელს, ვინც ახლა გიყურებთ, რა პრივილეგიებით სარგებლობდა დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანი, მაღალჩინოსანი, რა შეიცვლება მას შემდეგ და თუ აი კონკრეტულად თქვენ რა გაიგეთ აი იმ გადაწყვეტილებით, რაც გახდა ცნობილი, რა შეიცვლება თქვენთვის და თუ აპირებთ, ვთქვათ, ევროპაში ვიზიტებს აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ. თქვენ იხილეთ კომენტარებიც, თვითონ ევროპელების კომენტარებიც ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს არის არსებითად სიმბოლური დატვირთვის მატარებელი აქტი. ჯერ ეს აქტი გამოიცემა თუ არა ეს გარკვეული არ არის, იმიტომ რომ ტექნიკურ სირთულებთანაც არის დაკავშირებული ამ შეზღუდვის შემოღება, მაგრამ ასეც და ისეც თავად ვაცხადებენ, რომ ეს არის უბრალოდ სიმბოლური ჟესტი და პრაქტიკული დატვირთვა მაინც და მაინც არ ექნება. გარდა ამისა, ყველას ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვს დიპლომატიური პასპორტები, პოლიტიკოსები იქნებიან ესენი თუ ელჩები, მათ ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები, შესაბამისად შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში, ესეც დაადასტურეს თვითონ ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა. შესაბამისად ეს არის სიმბოლური აქტი, არავითარი რეალური, ასე ვთქვათ, პრივილეგიების გაუქმება ამით არ ხდება, არის უბრალოდ პოლიტიკური ჟესტი და არის მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება. რაც შეეხება თვითონ დიპლომატებს, რასაც ქვია, როდესაც ელჩებთან დაკავშირებით მიდის ასეთი საუბარი, თქვენ იცით, რომ ელჩი არის ზოგადად ხელშეუხებელი ომის დროსაც კი. და როდესაც ვიღაც ცდილობს იმას, რომ ჩვენს ელჩებს მაგალითად დაუწესო სავიზო შეზღუდვები სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, ეს არის ელემენტარული რაღაცა პრინციპების დარღვევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არის ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე, თვითონაც არ არიან ბოლომდე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამ გადაწყვეტილებაში, ზუსტად არ იციან ვიზა შეიძლება გავრცელდეს, როგორ შეიძლება გავრცელდეს, უნდა გავრცელდეს თუ არა საერთოდ. ამიტომ მათ დაიწყეს საუბარი პროცედურების წამოწყებაზე. ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, ასეც და ისეც, ეს არის მხოლოდ სიმბოლური აქტი, არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ამას არ აქვს, არის უბრალოდ სამწუხარო პოლიტიკური ანტიქართული გადაწყვეტილება. თქვენ არ გისაუბრიათ ამჯერადად საპასუხო ნაბიჯებზე, როგორც მივხვდი, ანუ რაიმე ნაბიჯების გადადგმას არ ფიქრობთ?
არა, ეს არის რაღაც მარტივი პროვოკაცია, რა თქმა უნდა, პროვოკაციის მიზანი არის ის, რომ მეორე მხარე წამოიღოს პროვოკაციაზე. ჩვენ რა თქმა უნდა, ისე როგორც ლიტვისა და ესტონეთის შემთხვევაში არ ვაპირებთ ასეთ მარტივ ხრიგებზე წამოგებას, პროვოკაციებზე წამოგებას, ჩვენ გვექნება აბსოლუტურად პრაგმატული პოლიტიკა. კი ბატონო, თქვენ ასევე ისაუბრეთ გერმანიასა და საფრანგეთში პოლიტიკურ კრიზისზე. რა შეგიძლიათ გითხრათ საქართველოსთან დაკავშირებით? საქართველოში ყველაფერი არის კარგად, კონკრეტული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ არის მყარი უმრავლესობა ჩამოყალიბებული, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან. შესაბამისად, საქართველოში არის განსხვავებული ვითარება და სწორედ ამას ვერ ეგუებიან კონკრეტული чиновникები ევროკავშირში. სწორედ სტაბილურობა არის ის, რაც მათ ასე ძალიან აღიზიანებთ. მე ვერ ვისაუბრებ, არ მოგვს ამის კომპეტენცია, რომ ვისაუბრებ მიზეზ-შედეგებზე, მაგრამ შემიძლია თქვა ერთი რამ, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემცირდა მესამე კვარტალში და დავიდა 197 მილიონზე, 198 მილიონ დოლარამდე. ესეთი მაჩვენებელი არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში, აი საქსაფს რო ჩავხედოთ 2009 წლის შემდეგ თუ სწორად მახსენდება. თქვენ რას უკავშირებთ და ზოგადად თუ შეგიძლიათ ისაუბროთ საქართველოს ეკონომიკაზე, როგორი არის ბოლო პერიოდში, თუნდაც არჩევნების შემდეგ, ან თუნდაც თქვენი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, როგორია საქართველოში ეკონომიკა? იზრდება თუ მცირდება გასული წლის იგივე მაჩვენებლებთან შედარებით, თუნდაც უძრავი ქონების რეალიზება? და რა სიტყვით ზოგადად ეკონომიკასთან დაკავშირებით? წლის პირველ ნახევარში ჰქონდა ძალიან კარგი მაჩვენებელი, მესამე კვარტალი ეს იყო სექტემბრის ჩათვლით, ანუ ჩვენ გადაწყვეტილებასთან ამას არავითარი კავშირი არ ქონია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც წლის განმავლობაში ერთი კვარტალი შეიძლება იყოს უკეთესი ვიდრე სხვა კვარტალი. მთლიანობაში თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები. პირველი 10 თვის ჭრილში წელს გვაქვს ზუსტად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა და რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. ანუ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად მთელი მთავრობა იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ არათუ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი. აი უფრო მეტი კონკრეტიკა რო იყოს ტურიზმთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ რაიმე თქვა, ან უძრავი ქონების რეალიზებაზე, იმიტომ რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო საქართველოსთვის. რა შეგიძლიათ თქვა აი ბოლო პერიოდთან დაკავშირებით? მე მსმენია, თუმცა არ მოგწდომა მონაცემებზე და ვერ ვიტყვი, რამდენად გაიზარდა ან შემცირდა. კომპანიებიც უწუნებენ, რომ გაუქმდა ჯავშნები. ბუნებრივია ეს იყო რეალურად რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ამ ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები რა თქმა უნდა შექმნეს, ხო? როდესაც ბუნებრივია ომის იმიტაციას ხედავს უცხოელი საქართველოში, მცირდება იმის мотиваცია, რომ ესტუმრონ ჩვენ ქვეყანას, ან ჩადონ ინვესტიციები, თუმცა ეს არის მოკლევადიანი. იგივე ხდებოდა ლარის კურსთან დაკავშირებით, როდესაც იყო ეს ვითარება ლარის კურსიც გაუარესდა, მქონდა მცირე დევალვაცია, თუმცა როგორც კი დასტაბილურდა ვითარება, მაშინვე დაიწყო ლარის კურსმა დასტაბილურება. იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს ამ საბოტაჟს, რაც ის ახორციელებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველაფერი დასტაბილურდება, შესაბამისად რაიმე განსაკუთრებული შფოთვის საგანი აქ არ აქვს. აი ამ კითხვისგანაც არ ვაპირებდი, მაგრამ რადგანაც თქვენ შემოიტანეთ ლარის კურსის საკითხი, მკითხავთ, ეროვნულმა ბანკმა თუ გაყიდა დოლარი ბოლო პერიოდის განმავლობაში, გულისხმობ 28 ნოემბრიდან დღემდე, იმიტომ რომ ჩვენ შევნიშნეთ რაღაც დღეების განმავლობაში ლარი უფასურდებოდა, რაღაც დღეების განმავლობაში გამყარდა, მათ შორის გამყარდა წუხელაც, თუ სწორად მახსოვს. თუ შეგიძლიათ რო გითხრათ, რაიმე ინტერვენცია თუ მოხდა და რა მოცულობის და ახლობის წარმოდგენა რო გქონდა? რეალურად ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენციის ასე ვთქვათ, ჩარევის განხორციელება გახდა საჭირო. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ, დეტალებზე თვითონ ეროვნული ბანკი გაგცემთ პასუხს. ეროვნული ბანკი ახერხებს ინტერვენციების გარეშეც, ანუ რაიმე არსებითი ინტერვენციების გარეშეც არის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავხდი ეროვნულ ბანკს ამისათვის. როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაშინვე თვითონ დაიწყო ლარის კურსმაც გამოყენება. ბოლო კითხვასაც დაგისვამთ ისევ ეკონომიკის ფარგლებში და კომპანიების ფარგლებში. თქვენ თუ გაეცანით ერთობლივ განცხადებას, რომელსაც ასობით კომპანია დაახლოებით 400 ან ოდნავ მეტი კომპანია აწესებს, მათ შორის არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც თუ სწორად მახსოვს, წინა ხელისუფლებისაც უჩივოდნენ, მათ შორის მაგთი. თუ შეგიძლიათ გითხრათ, თუ იცნობთ ამ განცხადებას, რა იქნება თქვენი პასუხი და თქვენი აზრით, რატომ გაერთიანდა ამდენი კომპანია ერთი მოთხოვნით, რომ საქართველოში იყოს ხელახალი არჩევნები? ჩვენი პასუხი არის ბიზნესის თავისუფლება. ეს არის
ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ, გახსოვთ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე პრაქტიკულად ბიზნესი არ დატოვეს რეკეტის გარეშე. ხო, ერთ-ერთი პასუხი არის ბიზნესის თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ბიზნესის თავისუფლება იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ანა ბროლაძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი. თქვენ დღევანდელ ბრიფინგზეც ისაუბრეთ დიალოგის აუცილებლობაზე და შესთავაზეთ ყველას, რომ ვისაც აქვთ კითხვები, მზად ხართ ნებისმიერ ფორმატში სასაუბრად. მე გითხავთ, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქუჩაში დგანან, მათი ხელისუფლებაც ხართ. რა არის ის ნაბიჯი, რისთვისაც არის ქართული ოცნება მზად, რომ დათმოთ ხართ რაიმეს დასათმობად მზად და როდესაც ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ბევრჯერ მოვისმენთ არჩევნების სხვა თემა, რომელიც თქვენი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შტაბურდა დღის წესრიგში, მაგრამ რეალურად ევროინტეგრაციაზე პრობლემები ევროპული მხარიდან მოვისმენთ, რომ შექმნა ორმა კონკრეტულმა კანონმა. ამ ორი კონკრეტული კანონიდან ხართ თუ არა რომელიმეს დასათმობად მზად, იმისთვის რომ ეს იყოს ავიც თქვენი ჟესტი, თუნდაც ევროპული მხარის მხრიდან, რომ ქართული ოცნება, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის პარტნიორებთანაც მათ შორის. პირველ რიგში რაც შეეხება საზოგადოებას. ჩვენ უკვე ორ კვირაზე მეტია თავაზობთ საზოგადოების წარმომადგენლებს ღია თუ არა ღია ნებისმიერი ფორმატის დისკუსიას და ყველა გაურბის დისკუსიას ორ ადამიანს ჰქონდა მცდელობა შემოსულიყო დისკუსიაში და ისე დააბულინგეს რომ მათაც ვერ შეძლეს. ყველა გაურბის დისკუსიას, ყველას ეშინია საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის, არასაჯაროსაც კი ვთავაზობთ. აი დაახურულ კარს მიღმა მოვიდნენ და ვისაუბროთ ამასაც გაურბიან, ამისაც ეშინიათ, საჯაროსი კიდევ უფრო მეტად ეშინიათ. რატომ? მიზეზი არის პირველ რიგში ის, რომ მათ ყველაფერი კარგად იციან. სიმართლე სად არის იციან. არავითარი ევროინტეგრაცია ჩვენ რო არ შეგვიჩერებია, ესეც ყველამ გაიგო, ხო აბსოლუტურად ყველამ გაიგო. ეს ყველაფერიც ღიად ვერ ითხოვენ ისინი რიგარეში არჩევნებს, ხო? ამ ადამიანების უმეტესობას არ აქვს იმის სურვილი, რომ რიგარეში არჩევნები ასაჯაროდ მოითხოვს. მათ შორის ოპოზიციური ამორჩევლის უდიდესი ნაწილიც კი ღიად ვერ ბედავს რიგარეში არჩევნების მოთხოვნას, მათ თვითონ ეთაკილებათ ის, რომ ხმა მიცეს იგივე სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის თუ კახარიას პარტიას. ამიტომ ღიად მოთხოვნასაც კი ვერ აყენებენ, ამიტომ გაურბიან საჯარო დისკუსიას. ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში. ხო, მათ შორის, უცნაური რაც არის, კონკრეტული ადამიანები გამოდიან ხოლმე აქციებზე და არავინ არ გველაპარაკება, ასეთი განცხადებებით გამოდიან, რატომ არ ესაუბრებიან ამ ხალხს, გამოდიოდა მაგალითად თორსები შოთა არველაძე აქციაზე და მან განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უსმენს და არ ელაპარაკება ხალხს. როცა ჩვენ ორი კვირა მაშინ უკვე ვიმეორებდით იმას, რომ სად ვიყავით ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის საჯარო ფორმატშიც, საჯარო დისკუსიისთვის. მოვიდა შოთა არველაძე, წამოიყვანოს ვისიც ჯერა, ვისი კომპეტენციისაც ჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. აი აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას. რამდენჯერაც გავაკეთე შეთავაზება, იმდენჯერ მივიღე დუმილი პასუხად. მიზეზი არის მარტივი. სიმართლე სადაც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, უბრალოდ ვიღაცებს აქვთ ეს პოლიტიკური რაღაც რელიგიური რწმენა, რომ სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და კახარი არიან უკეთესები. ამ რწმენას რა შეიძლება უყოთ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ საჯარო დისკუსია ეს არის ის, რასაც თავაზობთ ამ ადამიანებს უკვე ორ კვირაზე მეტია, თუმცა ხედავთ, რომ ჩვენს ოპონენტებს ზუსტად ისევე ეშინიათ ამ დისკუსიის, როგორც არ ვიცი, მაგს ჯვრის თუ როგორც არის ხოლმე, ხო? საოცრება. დიალოგის აუცილებლობაზე როდესაც იყო საუბარი, მაკრონიც საუბრობდა, რომ საჭიროა მხარეებს შორის დიალოგი და ამ განცხადების პასუხად ოპოზიციის ლიდერებმაც მათ შორის და მოქალაქეებმაც, რომლებიც იქ დგანან და ვისაც ვესაუბრებით, თქვეს, რომ ერთადერთი დიალოგის საკითხი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნები. და მე გკითხეთ ასევე თქვენი მხრიდან დათმობად თუ განიხილავთ ორი კანონიდან, რომელზეც ღიად გითხრეს, რომ არის შემაფერხებელი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიმეს დათმობას თუ განიხილავთ. თქვენ რაც შეეხება რიგარეში არჩევნებს პირველ რიგში, თქვენ გახსოვთ 4 წლის წინ ზუსტად იგივე სცენარი ლაპარაკობდნენ 2 წელი, რომ აუცილებლად შედგებოდა რიგარეში არჩევნები, თუმცა, როგორც შედგა რიგარეში არჩევნები, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ამის არავითარი რესურსი ნამდვილად რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს. რაც შეეხება ორ კანონს, აქაც თუ დიალოგი არის საჭირო, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერთან.
მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლებთან და მათ შორის უცხოელ პოლიტიკოსებთან თუ ჩინოვნიკებთან. ჩვენ გვჭირდება აქ, რა თქმა უნდა, ამ კანონების განხილვა. თუ იმე დაგვარწმუნა, ამას ვითხოვდით ჩვენ გახსოვთ გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით რა ხდებოდა, ელჩებს თხოვეთ, საზოგადოების წარმომადგენლებს ყველას თხოვეთ, რომ საჯარო თუ არასაჯარო ფორმატში დამსხდარიყავით გაგვერჩია კანონი. რა ქონდა ცუდი გამჭირვალობის შესახებ კანონს. ყველა გაექცა ამ დისკუსიას. რატომ? თუ რომ სინამდვილეში ყველაფერი კარგად იცოდნენ ამ კანონთან დაკავშირებით, ერთადერთი რაც წერია ამ კანონში არის ის, რომ წელიწადში ერთხელ NGO-მ უნდა წარადგინოს თავისი ფინანსური დეკლარაცია. აქ რატო გავარბოდნენ საჯარო დისკუსიას? ხო შეუძლებელია დაამტკიცო, რომ ეს არის ცუდი. მაგრამ დაარქვის რუსული კანონი, ორი სიტყვით манипуლირებდნენ და სწორედ ამიტომ გაექცნენ საჯარო დისკუსიას. რაც შეეხება მეორე კანონს, რომელიც არის მიმართული LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ, ხო? აქაც აგვიმტკიცონ, კარგია თუ არა ის, რომ კაცი მიდის სამოქალაქო რეესტრში და უცბად შეუძლია გადაგექცეს ქალად. არის თუ ეს კარგია, კი ბატონო, დაგვიმტკიცონ, ჩვენ მზად ვართ ამ საჯარო დისკუსიისთვის. ან ნებისმიერი სხვა საკითხი გავარჩიოთ, რაც ამ კანონთან არის დაკავშირებული, რომ ვიღაცა შეუძლია აუგრძალოს, მაგალითად, საჯარო მოხელეებს, როგორც ეს მოხდა ბლინკენის ადმინისტრაციაში, რომ ქალი, კაცი ეს ტერმინები გამოიყენოს, ხო? ეს ნორმალურია, ჯანსაღია, დაგვიმტკიცონ. თუ ეს არის ჯანსაღი, დაგვიმტკიცონ და კი ბატონო, შევცვლით ყველაფერს, მაგრამ ჯერ დისკუსია, ჯერ დაგვიმტკიცონ და მე ვისაუბროთ რაიმე ცვლილებას. და კითხავთ სალომე ზურაბიშვილზე. გუშინ ასევე ბრიუსელში ვისმენთ, რომ 29-მდე მას აქვს ვადა, ვიდრე იქნება არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია და 29-მდე დიდი დროა თქვენ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. მაშინ, როდესაც მას აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ არაპირებს ადმინისტრაციიდან გამოსვლას. აი პროცესი როგორ წარმოგიდგენიათ და თუ დადგება დღის წესრიგში სცენარი, რომ შესაძლოა ძალით მისი გამოყვანა გახდეს საჭირო ათონელის რეზიდენციიდან, ეს ალბათ ისევ ქვეყნის იმიჯისთვის იქნება, ხომ? ძალიან ცუდი. აი, როგორ ხედავთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, როდესაც ყავს ერთი მხრივ კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც ასევე არალეგიტიმურად მიიჩნევენ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ამ ყველაფერს და პრეზიდენტი, რომელსაც ოფიციალურად ამოიწურება 29 დეკემბერს ვადა, თუმცა ამბობს, რომ ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ წყაროდ და ინსტიტუტად ამ ქვეყანაში. აი, როგორ ხედავთ პროცესის განვითარებას? რეალურად ქალბატონმა კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილს ხაზი გადაუსვა, როდესაც აღნიშნა 29 დეკემბერს გადის მისი უფლებამოსილების ვადა. მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ უკვე დაიწყო სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების მე-7 წელი. უკვე მე-7 წელი დაიწყო, რაც ის არის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ასე დროს ის რომ თავს აცხადებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ნუ არ ვიცი, ერთ ქვეყანაში არ შეიძლება სამი დე-ფაქტო პრეზიდენტი ყავდეს, ხო? ნუ თავს უთანაბრებს აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს. ხო, ნუ უბრალოდ არ ვიცი, სერიოზულადაც არ შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კაია კალასის განცხადება მის ამ ცდილობას ხაზი გადაუსვა. მე არ გონია, რომ რაიმე გართულებები მოყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და მას შეანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მე მგონი გამოვა. მე მაინც გონია, რომ გამოვა. არა, არავითარი გართულება არ არის მოსალოდნელი. BMG თელარა გელანტია ბატონო ირაკლი ბიზნესის თემებს გავაგრძელებ ჩემმა კოლეგამ დასვა უკვე კითხვა და თქვენ თქვით რომ ბიზნესს თავაზობთ თავისუფლებასო მაგრამ ალბათ ამ მეთანხმებით თავისუფლებასთან ერთად ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში რაც ვერ ვიტყვით რომ სიმშვიდე არის თქვენ კი ამბობთ რომ რადიკალები დგანან ქუჩაში მაგრამ ეს მოქალაქეებიც არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და ხედავთ რა სიტუაციაც არის ქვეყანაში. რას ფიქრობთ, ცოტა უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, დაახლოებით 1000-მა კომპანიამ გააკეთა განაცხადი, 500-მდე ვერიფიცირებულია უკვე და მათი ძირითადი მოთხოვნა არის ახალ წლამდე გათავისუფლდნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები და ასევე დაინიშნოს ახალი არჩევნები. რას ეუბნებით ამ ბიზნესებს, ვისაც გონია რომ ეს არის გამოსავალი იმ პოლიტიკური კრიზისიდან თუ ჩიხიდან სადაც ახლა ვართ. პირველ რიგში რასთავარია მაიდანი ჩავარდა და მაიდანის ცდელობა იყო მთავარი რისკ ფაქტორი, ბუნებრივია ბიზნესისთვის ეს რისკ ფაქტორი არის ძალიან მოხსნილი. თქვენ ხედავთ რომ გუშინ 800 კაცი იყო გამოსული სულ რუსთაველის გამზირზე შესაბამისად არამედ კი ზუსტად 800 კი შეგიძლიათ დრონის კადრები ამერიკა.
შესაბამისად არა მარტო ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული, არამედ ზოგადად რაიმეს არევის რესურსი აღარ აქვს საერთოდ რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ყველა უნდა ზრუნავდეს, რა თქმა უნდა, სიმშვიდეზე ამ ქვეყანაში, ჩვენ ვართ ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი, მაგრამ ეს არის, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა. მე ერთ რამეს ვიტყოდი ამ განცხადებაზე, რაც კონკრეტული ბიზნესების წარმომადგენლებმა გაავრცელეს, მათი ეს განცხადება მაინც ხელშემწყობი არ არის სიმშვიდისთვის, შესაბამისად შეიძლება მხოლოდ მათ მიუბრუნდეთ უკან, თუ დავუშვათ ხელი შეეწყობა იმ მცდელობას, რაც დაკავშირებული იყო მაიდანთან, რაც დაკავშირებული იყო ქვეყნის არევასთან, რეალურად გარკვეულწილად ეს არის ამ ყველაფრის ხარდამჭერი განცხადება. თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს სიმყარე, მათ შორის ამ ბიზნესებსაც რომ ჰქონდეთ სიმყარე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნებსით უნებლიეთ უპირისპირდებიან სიმშვიდეს ამ ქვეყანაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ შორის ამ ბიზნესების ინტერესების დასაცავად და იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა და სიმშვიდე. რატომ ფიქრობთ, რომ სიმშვიდეს უპირისპირდებიან 28 ნოემბრიდან მოყოლებული ვხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში, თბილისში, არა მარტო თბილისში, ხედავთ და გვესმის საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები და ახლა საპონი არის გამოსავალი, ხო? და თქვენც ამბობთ, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოდის რა არის სამთავრობო? ყველაფერი დამთავრებული, ანუ ძალადობრივი რესურსი გაუნულდა რადიკალურ ოპოზიციას და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოხდა. დამთავრებულია ყველაფერი. კიდევ დავაკონკრეტებ, თუ შეიძლება თქვენ ახსენეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვისო, ვეპატიჟებით ყველას და ასე შემდეგო. ისევ ბიზნესიდან ამოვალ, რადგან BMG ვარ, აი მაგალითად, როდესაც BMG-ს აინტერესებდა, რას ფიქრობენ ბიზნესმენები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და რა მიაჩნიათ გამოსავლად, ძალიან მარტივი ვიდეოთი მივმართეთ ყველას, ვისაც გსურთ, მობრძანდით და აფიქსირეთ თქვენი პოზიცია. შეუძლია ირაკლი ღარიბაშვილს დღეს გააკეთოს ასეთი განცხადება ირაკლი კობახიძეს გააკეთოს მსგავსი განცხადება თუნდაც იმ ბიზნესმენების მისამართით, ვინც უკვე ღია დააფიქსირა თავისი პოზიცია, რა ჰქონია გამოსავალი, ან იმათი მისამართით, ვისაც ჯერ არაფერი არ უთქვამს, მაგრამ შეიძლება პირად კომუნიკაციაში ხართ, რომ აი დღეს ან ხვალ 4 საათზე მთავრობის ადმინისტრაცია ღია, მობრძანდით, ვისაუბროთ. კი, მე მქონდა ამ პერიოდის განმავლობაში შეხვედრა ძალიან ბევრ ბიზნესმენთან, ალბათ 20-ზე მეტთან მქონდა უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის. ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს საჯარო თუ არასაჯარო ფორმატში, როგორც მოესურვებათ, გავამართოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას. ხო, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ბიზნესმენებთან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ვართ მზად დიალოგისთვის. ანუ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია. თქვენ აი აქაც 2012 წლამდე რა ხდებოდა? საზოგადოება ითხოვდა ხოლმე მაშინ დიალოგს და ჩაგეტილი იყო მთლიანად ხელისუფლება. ეხლა პირიქით არის. ხელისუფლება ითხოვს დიალოგს და ჩაგეტილია ოპოზიციური ელექტორატი. მთლიანად ჩაგეტილია. ეგეთი რამე ნუ საოცრებაა რა. 2012 წლამდე ვინმე ეგრე წარმოედგინა, ითხოვდნენ, ეხვეწებოდნენ და არავინ არ შედიოდა მათთან დისკუსიაში. აქ ჩვენ ვითხოვთ დისკუსიას და გაურბიან ამას როგორც რა ვიცი. აი დავაკონკრეტოთ, აი მაგალითად ხვალ ზეგროდის გაქვთ დაახლოებით თავისუფალი დრო, რომ აი ეს ბიზნესმენები მოვიდნენ აქ პრეზენტაციებით, თავიანთი გათვლებით, როგორც ნებისმიერ დროს, ხვალ ზეგ მასე ნებისმიერ დროს. ყველა შეხვდებით. კი ბატონო. და კიდევ ერთი თქვენ ისაუბრეთ ევროკავშირში კრიზისია, ზოგიერთ ქვეყანაში სტაგნაცია, რეცესიაც ეკონომიკაშიო. რა პროგნოზები გაქვთ თქვენ თავად ეკონომიკასთან დაკავშირებით? ალბათ თქვენს ეკონომიკურ გუნდთან, როგორც ვიცი, მრჩეველი არ გყავთ ხომ ეკონომიკური მიმართულებით? კი, ლევან დავითაშვილი არის თავარი მრჩეველი და მინისტრი კი გულისხმობ ისედაც ყავდათ ხომ? კი ბატონო. თავრობაში არის მართლა გამორჩეული ეკონომიკური გუნდი და მრჩევლები არაკლია ზოგადად თავრობას მრჩეველი ამ შემთხვევაში მეტაფორა იყო. ხო და აი გუნდში რა ტიპის რისკებზე საუბრობთ? თუ სიტუაცია ქვეყანაში თუნდაც ეს 800 კაცი, თუმცა 800-ზე მეტია დამეთანხმეთ, თუ გაიგოთ რუსთაველზე თქვენს ნახავთ. 800 კაცი ზუსტად. ზუსტად 800. გამობრძანდით საღამოს და ერთად დავითვალოთ. თუ ეს ადამიანები დარჩებიან ქუჩაში, დღისითაც ვხედავთ იმართება აქციები. ვხედავთ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს თუ არა სიმბოლური სანქციებს აანონსებს ამერიკის შეერთებული შტატებიც დამატებით. აი ეკონომიკურ გუნდში რა რისკებზე მსჯელობთ, რა რისკებს ხედავთ? ოღონდ ძალიან გთხოვთ, ესე ნუ არასერიოზულია მგონი მარტო იმაზე პასუხი, რომ ყველაფერი იქნება კარგად. აი რაღაცა გათვლები, ნაზრები, ნამსჯელი რო დაგეტყოთ, რაღაც ეგეთი პასუხი რომ
რეალურად ნახეთ ყველანაირ საფრთხეებს თulis მთავრობა. არა მარტო ეკონომიკურს, ყველა თვალსაზრისით საფრთხეების პრევენციაზე მუშაობს ჩვენი ხელისუფლება და სწორედ ამის შედეგია, ეფექტიანი და ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ ყველა საფრთხე ავიცილეთ თავიდან. 2022 წელს განსაკუთრებით ჩვენ პირდაპირ ომის საფრთხე ჰქონდა. პირდაპირ გთხოვდნენ ომს. დღევანდელობაზე ვისაუბრობთ. შესავალი გავუკეთეთ რა. შეიძლება. ან პირდაპირ ომის საფრთხე ავაცილეთ ჩვენს ქვეყანას 2022 წელს და ეს გაგრძელდა 2023 წელს. 4 რევოლუციის თელობა და შემდეგ, ხო? საფრთხეებს რო თვლიდით, სწორედ ამიტომ იყო, რომ ამ ხელა პრობლემების მიუხედავად ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ საშუალო 9.8% ეკონომიკური ზრდა. შევინარჩუნეთ სტაბილური ლარის კურსი და ეს შემდეგ. ამას მუდმივად ვაკეთებთ. ეკონომიკურ საფრთხეებსაც ვაანალიზებთ და ნებისმიერ ტიპის საფრთხეებსაც ვაანალიზებთ და ამის შედეგია ის, რომ ქვეყანა ვითარდება მიუხედავად 4 რევოლუციური მცდელობისა. ამ ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა ვითარდება. ჩვენ უკვე ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა 800 კაცი კიდევ ერთხელ გაიმიერებ 4 პოლიტიკური პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი NGO. მარტო ამათი თანამშრომლები რო აიღო და აქტივი რო აიღო რამდენჯერმე 800 კაცია. და ეს 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი NGO-ს კი 800 ადამიანზე მეც ვერ უყრის თავს რუსთაველის გამზირს. იყო დამთავრებულია. ფინიტა ლა კომედია, როგორც სიტყვდნენ იტალიელები. ჩემ კითხვაზე არ გიპასუხიათ. იგი ყველაფერი გათვლილი გვაქვს, გითხარით. ანუ რა აი რისკებს ვერ ხედავთ ვერაფერს? არა, რაც თავარი ნახეთ მაიდანი ჩავარდა, ოპოზიციის ჰისტერიკა დასრულდა, შანტაჟი დასრულდა, ყველაფერი არის კარგად. ისევ იგივე მიპასუხეთ. აბა რა უნდა გიპასუხოთ? ბატონო? აბა რა უნდა გიპასუხოთ? არა, აი თუნდაც აი მოც ბიზნესმენს რო შეხვდით. ინვესტიციებზეც აქტიურად მუშაობ და სიახლეებსაც გაგაცნობ. ამაზე დავაზუსტებ გელამ კითხად თქვენ და თქვენ უთხარით რომ ეს ჩვენს გადაწყვეტილებას მესამე კვარტალის ინვესტიციები არ უკავშირდება, ალბათ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იგულისხმოთ, მაგრამ იქამდე იყო გამჭვირვალობის კანონი, რომელიც თქვენ მიიღეთ. და მაშინაც ინვესტორები, ბიზნესმენები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ეს აისახებოდა ინვესტიციებზე, ეს იყო გაზაფხულზე და ძალიან ლოგიკურად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს გამოჩნდა მესამე კვარტალში. მეორე კვარტალის განმავლობაში ვითარდებოდა ზუსტად ის მოვლენები, რაც განვითარდა, ხო? იანვარი, თებერვალი, მარტი იყო პირველი კვარტალი, აპრილი, მაისი, ივნისი იყო მეორე კვარტალი. და მაშინ ჰქონდა მაღალი მაჩვენებლები ინვესტიციების, როცა ყველაზე ცხელი პერიოდი ჰქონდა. ამიტომ კავშირი ინვესტიციები ესე არ ითვლება ბატონო ირაკლი, კვარტლების მიხედვით მე ხდება ჩარიცხვა, მე ხდება აღრიცხვა, ასე რომ არასერიოზულად ნუ დავითვლით ყველაფერს. მე აღრიცხვა გიხდება, მაგრამ აღრიცხვა ხდება მეორე კვარტალს. ანუ ფესი რო შენდება მესამე კვარტალში რო იწყება მეორე კვარტალში შენებლობა ეს ერთ დღეში ხო არ შენდება თვეები იდება ინვესტიციები მე რა ისახება ხავს ნუ ჯიდებით არ ვარ არა გიხსნით უბრალოდ როცა არ გინდათ რომ რაღაც ერთი წამი კვარტალური ჭრილი იქნება თუ წლიური ჭრილი იქნება ჩვენი ეკონომიკა ვითარდება ყველაზე სწრაფად არა მარტო ფართო რეგიონში არამედ ევროპაში და ეს ხდება 4 რევოლუციის თელობის პირობებში შესაბამისად არა მარტო საფრთხეების თვლით ჩვენ არამედ ეფექტურადაც რეაგირებთ ამ საფრთხეებზე და ამის შედეგია ის რომ 4 რევოლუციის თელობის მიუხედავად და ამ ხელა პრობლემების მიუხედავად ქვეყანაში გვაქვს 4 წლის განმავლობაში 9.8% ეკონომიკური ზრდა. ამ ყველაფრის შედეგია. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ყარის საფუძველი იმის საფრთხმელად რომ გაგრძელდება ყველაფერი ასევე ძალიან კარგად. დაახლოებით 20 ბიზნესმენს შევხვდი ამ დღეების განმავლობაში, ხო სწორად გავიგე. შეგიძლიათ გითხრათ ვინ არიან ის ბიზნესმენები და რა გითხრეს? გითხრეს რომ რაც აქ ხდება არაფერია ჩვენ ვაგრძელებთ ჩაულებრივ ინვესტირებას, კარგ განწყობაზე ვართ და მათ გამოთქვეს იმედი რომ საბოლოოდ ჩავარდებოდა ეს მაიდანი დასრულდებოდა რადიკალური ოპოზიციის ეს მცდელობა რომ აერიათ ქვეყანა, მათ ეს იმედი რა თქმა უნდა გამოთქვეს და რა თქმა უნდა ისიც აღნიშნეს რომ რადიკალური ოპოზიციის ეს მცდელობა მოაწყო მაიდანი არის ქვეყანა ბუნებრივია ბიზნესისთვის საქმის საფარველო გარემოს. თუმცა ჩვენ დავამშვიდეთ ბიზნესმენები უთხარით რომ მაიდანი უკვე იყო ჩავარდნილი ან ჩავარდებოდა როცა შევხვდით იმის და მიხედვით და უთხარით ის რომ ყველაფერი იქნებოდა ძალიან კარგად. ანუ ჩვენ ასეთი შეხვედრები გქონდა. შვიდნენ? ჩვენ რა არის იცით რატო გვაქვს ძალიან მყარი საფუძველი. ასეთი რევოლუციის თელობა სამჯერ გქონდა მანამდე. მაშინაც მოდიოდნენ ბიზნესმენები, ვამშვიდებდით და ჩვენი სიტყვა მართლდებოდა. აქედან გამომდინარე ჩვენი სიტყვა ჭრის. ჩვენ როცა ვეუბნებით ბიზნესს
რომ რაღაც ასე მოხდება, რაღაც იქნება კარგად, მათ ჩვენ უკვე ჯერათ, იმიტომ რომ სამჯერ დავპირდით და სამჯერვე შევასრულეთ. ეს მეოთხე დაპირებაც აუცილებლად შესრულდება. დამშვიდებულები გაუშვით აქედან? კი, მე ვფიქრობ, რომ ისინი წავიდნენ დამშვიდებულები. კარგი. ასევე მინდა გითხოთ, კი გონიათ რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ იმასაც ხედავთ, რომ ახალი წლის წლევანდელი აქტივობა სამწუხაროდ არ გავს შარშანდელ თუ სხვა წლების დღესასწაულებს, გულისხმობ იმას, რომ მცირე ბიზნესები და განსაკუთრებით მათთვის არის მნიშვნელოვანი თუნდაც საახალწლო ბაზრობები რუსთაველზე, მათ მიიღეს გადაწყვეტილება 200-ზე მეტი იყო თუ არ ვცდები, შეიძლება კიდევ გაიზარდა რიცხვი, რომ არ მიიღონ ბაზრობებში მონაწილეობა, რადგან მათთვის მიუღებელია ამ ღონისძიების და იმ ზეიმის ნაწილი იყვნენ თუნდაც შემოსავლის მიღების მიზნით, როდესაც ძალიან ბევრი მოქალაქე არის დაკავებული ნაცემი დაზის ციხეში. ასევე დეველოპერები საუბრობენ, შეიძლება თქვენ შეხვდით რამდენიმე მათგანს, რომ გაყიდვები პრაქტიკულად შეჩერებული ან ძალიან შეუმცირდათ. ინვესტორები არაპირებენ ახალი ინვესტიციების დაწყებას ქვეყანაში. მაინც ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება? ნუ დახატავთ ასე შევად ყველაფერს, რა თქმა არა, უნდა. მე გიყვებით იმას, რასაც ბიზნესმენები ხმამაღლა ამბობენ. ძალიან მარტივად შეგვიძლია გავიმეოროთ, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის ამ ბოლო მცდელობამ მოეწყო მაიდანი ჩვენს ქვეყანაში, აერია ქვეყანა, ბუნებრივია იმოქმედა ბიზნესი. ეს ფაქტია. ანუ ეს არის ფაქტის კონსტატაცია, რასაც გეთანხმებით. მაგრამ ის რომ ყველაფერი დასრულებულია, ამას გეუბნებით ძალიან მტკიცედ, ხო? ანუ მაიდანი უკვე ჩავარდა და მათ შორის ეს ადამიანები რო არიან დაკავებული, ხო, ადმინისტრაციული წესით, სისხლისამართლებრივი წესით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ძალადობრივი რესურსი მთლიანად გაუნეიტრალდა ოპოზიციას. ვინც ძალადობდა, ისინი იქნენ დაკავებული და შესაბამისად ვეღარ ძალადობდნენ. ხო, ანუ განეიტრალდა ძალადობრივი რესურსი. და რა შუაში იყო აქ პატიმრები, მე საერთოდ არ მისმის. მაგრამ რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. იყო წინა სამი მცდელობა ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის, მაიდნის მოწყობის, რა თქმა უნდა, თითოეულმა ამ შემთხვევამ იმოქმედა ბიზნესი. მაგრამ როგორც კი დასრულდა, გაორმაგებული ტემპებით აღდგა ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში. აქაც იგივე მოხდება. მაიდანი უკვე ჩავარდა, ყველაფერი უკვე დამშვიდდა, შესაბამისად, რაც იყო დანაკლისი დეკემბრის პირველ ნახევარში, ის ერთიურად აღდგება უკვე მაქსიმუმ იანვრამდე. კიდევ ერთხელ ერთად დავიტოვოთ ამის იმედი კანდიდატურა თემა. თქვენც ეს იმედი უდანქვიდეთ. თქვენ ნუ გექნებათ საპირისპიროს იმედი, არ ვარ გას ქვეყნისთვის. ვინც იმედით ცოცხლობს, შიმშილით კვდება. გამიგია ესეთ ანდაზა ქართული. კიდევ ერთხელ დავსვამ კითხვას, რაც ადრეც კითხეთ, თუ 20 იანვრის შემდეგ ტრამპმაც ვერ გაამართლა თქვენი მოლოდინები. მე რას ვიყვები? უარესის იმედი რატო გაქვთ ყველაფერში? რატო გაქვთ ყველაფერში უარესის იმედი? დაიტოვეთ უკეთესის იმედი. თუ ვერ გაამართლა, თუ ქვეყანა დაიქცა, თუ ნაცმოძრაობა მაიდანი მოაწყოს, თუ უარესის შემდეგ პასუხი უნდა აგოთ იმაზე, რასაც დღეს აქ საუბრობთ, ბატონო ირაკლი. კაი, გადავიდეთ კითხვა. კითხვა ეს იყო, აი რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ტრამპმაც ვერ გაამართლა თქვენი იმედები? რა ვიცი, ატომური ბომბი რო დაგვეცეს, ამ შემთხვევაში რა ხდება? უარესის იმედი გქონდეს ახაც, ხო? თქვენ ხო გაქვთ უარესის იმედი ყველაფერში. ატომური ბომბი რო დაგვეცეს უცბად, აი რა ვქნათ მე, რა ხდება? ეს არის თქვენი პასუხი? კი. ძალიან არასერიოზულია. კარგი, ბოლო კითხვა. ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს იმაზე, რაც ხდება? ცდილობის სტანდარტები უნდა დაიცვა თქვენ, ხო? აბა, იუმორით პასუხობ თითქოს და მე მგონი, რა ვიცი, ხუმარო არ გვაქვს საქმე. არა, ერთი წამი. ცდილობა არის ის, რაც ჟურნალისტმა უნდა დაიცვას, ხო? პრემიერის სტატუსის მქონემად. და მე სადნახეთ შემიძლია. ალბათ ალბათ წინა პრესკონფერენცია კარგით არ არის ეს საინტერესო ყველამ და გამოსცენეთ ესეთი ფაქტისა და ცდილობის წესები დაირღვა ჩემი მხრიდან. თქვენგან ბევრს შეგახსენებთ და ერთ-ერთი იყო ახლა. ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ახლა ქვეყანაში? გაგებთ თუ გეუბნებათ, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა რაღაცების მართვა ან რაღაცების სწორად ვერ გავთვალეთ? თქვენ იცით, რომ ბატონო ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე. ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ ერთობლივად და ამ პროცესებს რა თქმა უნდა წარმართავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე. შესაბამისად ეს რაღაც მინიშნება ვერ გავიგე. რაც შეეხება თვითონ პროცესების განვითარებას, ჩვენ რეალურად დავასრულეთ შანტაჟი. იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებული იქნა 28 ნოემბერს. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლევადიანი რყევა ჰქონდა
მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადაწყვეტილება აზღვევს ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან. 3 წელი გრძელდებოდა შანტაჟი ამ ქვეყნის მიმართ, ჯერ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით. დამთავრდა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აფერხებდა ქვეყნის განვითარებას, როდესაც მუდმივად გაშანტაჟებენ გარედან. ეს არ არის ხელშემწყობი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელმაც დაამთავრა შანტაჟი და მთავარი რაც ეწყენათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს, კონკრეტულ ჩინოვნიკებს და პოლიტიკოსებს, იყო სწორედ ეს, მათ ხელიდან გამოაცალეთ შანტაჟის ბერკეტი, შესაბამისად ყველაფერი იქნება ბევრად უკეთესად, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო. მიკროფონს ხარ მე ასეთ არა ერთიც რო დასვისო შეიძლება სწორად ვერ გავიგე სოფოს კითხვა იყო და თქვენი პასუხიდან გამომდინარე, ანუ 28 ნოემბერს ის განცხადება და ის გადაწყვეტილება რომ არ გაგეკეთებინათ, რაც გააკეთეთ 16-ში, ანუ გუშინ ევროკომისია ოცნებისთვის, იმიტომ რომ საქართველოზე არ იყო აქ საუბარი, უფრო უარეს გადაწყვეტილებას მიიღებდა? კი, ძიმე სცენარს ამზადებდნენ, მათ შორის იქ ხმამაღალი განცხადება გაკეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ გაიხსნება მოლაპარაკებები, ამას დაუკავშირებდნენ კონკრეტულ მოვლენებს, არ მინდა ყველა დეტალი გავშალო. თქვენ დააწარით და თქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენ 2022-მდეო? ერთი რო დავასწარეთ კიდეც ეს ერთი. მაგრამ მეორე დავასრულეთ შანტაჟი ამ თემით. ჩვენს ქვეყანაში ეს მეორე რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს დაიწყებოდა ის უბედურება, რომელიც დაიწყო 28 ნოემბერს. ანუ ეს იყო სცენარი და ეს იყო გეგმა. ამისთვის რაც 28 ნოემბრის მერე ხდებოდა, არის უბედურება? ხო, 5 დღე უბედურება იყო, ომის იმიტაცია მოაწყო. და რა მოიგეთ უბედურება 5 დღით ადრე თუ უბედურება 5 დღის შემდეგ, ანუ რას გულისხმობთ? ძელვადიან პერსპექტივაში შანტაჟი დავასრულეთ. ჩვენ ბოლოს მეგონი დავმეგობრდებოდ ესე გათხოვთ. თქვით რომ პროტესტი არის განინტრალებული, ბერჯერ გაიგონებთ 800-ს ვეღარ ვიქით უკვე რუსთაველის გამზირზე. მაშინ რაც უკავშირდება ის ცვლილებები, რომელსაც რეპრესიულს უწოდებს ხელისუფლების ყველა კრიტიკოსი და არა მხოლოდ გულისხმობთ ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალ აღებათა კოდექსში. განსაკუთრებული ყურადღება რომ მინდა გავამახვილოთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ეჭვით კი არის უკვე საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ პოლიციას მიეცეს შესაძლებლობა დააკავოს კონკრეტული მოქალაქე. აი ეს ცვლილება რომელი ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს, აი რომელი ქვეყნის პრაქტიკა გაითვალისწინებს მაგათად ეს ცვლილება ამუშავეთ და თუ ფიქრობთ რომ პროტესტი განინტრალებულია, როგორც ეს ჯერ გაიმეორეთ ამ ბრიფინგზე. მაშინ რისთვის ამზადებთ აი ამ დრაკონულ რეპრესიულ ცვლილებებს, როგორადაც მას აფასებენ თქვენი ოპონენტები და არა მხოლოდ. ეს პირველი რო ეს შეფასება არ არის ობიექტური, რა თქმა უნდა, როდესაც კანონები მზადდება, ჩვენ ვსალობთ ხოლმე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პრაქტიკას და შეგვიძლია ვკითხოთ შესაბამის იურისტებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ეს კანონპროექტი იქნება დაფუძნებული საერთაშორისო პრაქტიკაზე და მე მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი არ მოქმედებს ერთი და ორი თვით. კანონს აქვს მრავალწლიანი მოქმედების ვადა. ამ ქვეყანას მუდმივ რეჟიმში ჭირდება საფრთხების პრევენცია, ხო, ახლა საუბრობთ ზუსტად საფრთხების პრევენციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ჭირდება გამართული კანონები, რომელიც უსრულყოფს იმას, რომ დაცული იყოს მაქსიმალურად საზოგადოებრივი უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამაზეა გათვლილი ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული. როგორ ქვეყანაში მოქმედებს ის ცვლილება? ამას იურისტები გეტყვიან, მე უშუალოდ არ ვიყავი. აი ევროკავშირის ქვეყნებშიც არის მაგალითად ნიღბები, წარება, აკრძალული. აი ასე გითხარით, არის ევროკავშირი რომელიც მე მაგას ვერ გახსოვს პასუხს. ეჭვის საკმარისი საფუძველი რომ პოლიციამ დააკავოს. პარლამენტიდან გამოვედი ერთი თვის წინ, შესაბამისად ამ საკანონმდებლო სამუშაო პროცესში არ ვიყავი ჩართული, ის იურისტები, რომლებიც მუშაობდნენ, უშუალოდ გაგცემენ პასუხს. მე ვერ გაგცემთ ამას პასუხს, იმიტომ რომ სამუშაო პროცესში არ ვიყავი ჩართული. აი ცვლილება მიგაჩნიათ თქვენ ევროპული სტანდარტის შესაბამისად. კი, იურისტები გაგცემენ ამაზე პასუხს დეტალურად. არა, მე არ ვიყავი ამ თემის დამუშავებაში ჩართული. შესაბამისად არ მაქვს დღეს ამის შეასრულება, რომ ზუსტად გიპასუხოთ, მაგრამ იურისტები, რომლებიც მუშაობდნენ, ზუსტად გიპასუხებენ ამ თემას. კი ბატონო, უნდა გითხოთ ევროკავშირთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებაც, აი თქვენ სიმბოლური უწოდეთ არა, ახლოს მიძიეთ უფრო. სიმბოლური უწოდეთ გადაწყვეტილებას, უბრალოდ რეკომენდაციას, რომელიც ითვალისწინებს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას.
რა იქნება ის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ხო რაღაც გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირის მმართველი ორგანოების მიერ. აი რა შემთხვევაში იტყვით, რომ ეს უკვე აღარ არის სიმბოლური ჟესტი და რომ ევროკავშირი გადასულია კონკრეტულ მოქმედებაზე. აქ შემდეგ კიდევ ერთი დაწესება. მე მეგონი ყველაფერი დასრულებულია უკვე, რაც იყო მისაღები რეალურად მიიღეს და საბოლოო ჯამში გამოჩნდა რომ შანტას არ აქვს არავითარი ეფექტი. მე კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რომ აქ გულისხმობთ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, კონკრეტულ ბიუროკრატებს, чиновникებს, რომლებსაც ჰქონდა ჩანდაჟის სურვილი, თუმცა რეალურად მათი ეს მცდელობა იყო აბსოლუტურად არაეფექტური. თქვენ როცა ამბობთ რომ ყველაფერი დასრულებულია, რაც მისაღები იყო მიიღეს, ანუ თქვენ არ ელოდებით რომ ამ კვირაში ან კიდევ მომდევნო პერიოდის განმავლობაში რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის მხრიდან, გამორიცხავთ ამას? არ ვიცი, მე არ ფიქრობ რომ რაიმე ასეთი შეიძლება იქნეს მიღებული. და როცა საუბრობთ კონკრეტულ ბიუროკრატებსა და პოლიტიკოსებზე, თანაფარდობა აი ასეთია, მხოლოდ 5 ქვეყანა აღმოჩნდა თქვენი დათვლითაც თქვენ მხარეს და ყველა დანარჩენი, ანუ 27-5 ქვეყანა აღმოჩნდა იმის მომხრე, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ დაწესდეს მიიღონ კონკრეტული ზომები და ამუშავდეს კონკრეტული მექანიზმები. აი რომელი კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოდის მაშინ, როცა აი ასეთ თანაფარდობასთან გვაქვს საქმე, ხო? უმრავლესობა ევროკავშირში შემავალი ქვეყნების არის თქვენ წინააღმდეგ. ხო, ნუ რეალურად თქვენ იცით არიან ძალები, რომლებსაც აქვთ არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე ევროკავშირში, მათ შორის კონკრეტულ ქვეყნებში, ხო? თქვენ ნახეთ რა გააგეთებინეს მაგალითად ლიტვას და ესტონეთს, ხო, გადაადგილეს ანტიქართული ნაბიჯი, აბსოლუტურად თან არაპრაგმატული ნაბიჯი და თან ანტიქართული ნაბიჯი. გავლენები არის სერიოზული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მოციანურის შემდეგ ეს გავლენებიც სრულად არა, მაგრამ მნიშვნელოვნად შესუსტება. ერთი თუნდაც გითხრათ, ამ რეკომენდაციის შინაარსი თქვენ როგორ გაიგეთ? აკრძალვა შეეხო დიპლომატიურ პასპორტს, როგორც ასეთს, თუ ამ პასპორტის მფლობელს, ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც ფლობს დიპლომატიურ პასპორტს. თვითონაც არიციან. ხო, თქვენ როგორ გაიგეთ? თქვენ რას უწოდებთ? მე რანაირად გავიგო, გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, თვითონაც არიციან. სწორედ ამიტომ საკითხი გადაეცა დასამუშავებლად შესაბამის სტრუქტურებს. გავიგებთ მაშინ, როდესაც დაამუშავებენ, ანუ რა უნდა გავიგოთ. დამუშავების შედეგი ბატონო ირაკლი იქნება ის, რომ აღმოჩნდება, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელს სხვანაირადაც არ შეეძლება შესვლა ევროკავშირში, ანუ არა, მაგაზე არ არის. სხვა სავიზო შესაძლებლობის სარგებლობად აღარ შეეძლება. აი, ამასაც სიმბოლურ ჟესტად ჩათვლით ევროკავშირში. მაგაზე კი არ არის საუბარი. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში დავაზუსტებ მაყურებლისთვის, აღმოჩნდება, რომ აი რომელიმე მინისტრი, რომელიც ფლობს დიპლომატიურ პასპორტს, საერთოდ ვერ შევა ევროკავშირში. არათუ დიპლომატიურ პასპორტს, არამედ რომელიმე სხვა მაგას საერთოდ არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ სავიზო შეზღუდვა შეიძლება იქნას შემოღებული დიპლომატიურ პასპორტზე. ეს ნიშნავს ეს მას განიცავს, რომ ვერ შეხვალ დიპლომატიური პასპორტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიდრე წახვალ ევროპულ ქვეყანაში, უნდა შეიტანო განაცხადი ვიზაზე, ჩაგირთმევენ და წახვალ შესაბამის ევროპულ ქვეყანაში. ანუ ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ დიპლომატიური პასპორტით საერთოდ ვერ შეხვალ ევროპაში. მაგრამ შეიძლება, აი ნახეთ რა ზეკითხები, შეიძლება საუბარი იყოს იმაზე, რომ დიპლომატიურ პასპორტს ვინც ფლობს, მას არა მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტზე შეექმნას პრობლემა, არამედ პრობლემა შეექმნას აი ჩვეულებრივი უვიზო რეჟიმით სარგებლობაზე, თვითონ სარგებლობს ნებისმიერი მოქალაქე. აი ასეთ შემთხვევაში თქვენი პასუხი, თქვენი რეაქცია. ანუ ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება ქონდეს ადამიანს დიპლომატიური პასპორტიც, ჩვეულებრივი პასპორტიც და შეიძლება ორივესთან მიმართებით მოუწიოს სავიზო განაცხადის შეტანა, ხო? შეიტანს ვიზაზე განაცხადს, ჩაურტყავენ ვიზას და წავა ევროპულ ქვეყანაში. და თქვენ ამაში პრობლემას ვერ ხედავთ და ფიქრობთ, რომ ესეც სიმბოლური აქტია. თქონდა პატარა დისკომფორტი არის, მაგრამ არა უმეტეს. არავითარი მოკლევადიანი შოგი იყო, რა თქმა უნდა, ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა ამასაც ძალიან მალე გადავივლით და პირიქით გაორმაგებული ტემპებით აღდგება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს, არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის. პოლიტიკური კრიზისი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არ ყავს სტაბილური მთავრობა, ხო? სტაბილური უმრავლესობა პარლამენტში. ამ ქვეყანაში არის სტაბილური უმრავლესობა, არის სტაბილური მთავრობა, შესაბამისად არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის. ბატონო ირაკლი, კაიაკალასა დღეს არაერთი პასუხი გაიცით, თუმცა შეჯამებისთვის კიდევ ერთხელ ვიკითხავ, მისი განცხადებიდან გამომდინარე, გუშინ მან აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს თანამდებობამდე დარჩა ძალიან ცოტა დრო, საუბარია 12 დღემდე, მაგრამ და კი ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს ამ განცხადების შემდეგ, კი უკვე რობერტ ამეცვალა სალომე ზურაბიშვილი მიიწვია ევროპარლამენტის ხტომაზე და თქვა, რომ მასთან ერთად განიხილავენ
სამოქმედო გეგმას, რა შეიძლება ნიშნავდეს სკალასის ეს განცხადება და რეალურად რა მიზანს ემსახურება ამ განცხადების ფონზე ზურაბიშვილის მიწვევა ევროპარლამენტში. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, აბირებენ ევროპარლამენტის მცდელმაწე სალომე ზურაბიშვილის მიწვევა, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა შედგეს. მას ფეხს უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს მან საკუთარი გამოსვლა. რა თქმა უნდა, ასეთი მარტივი, ასე ვთქვათ, პერფორმანსებით ვერავით არ გავლენას ვერ მოახდენენ კონკრეტული ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას. ანუ არის მარტივი პერფორმანსი, რომელსაც ვერავით არ ეფექტივი არ იქნება. მოგესალმებით. ტელეკომპანია მაესტრო ნათია გოგოლაშვილი უნდა გკითხოთ ესტონეთის გადაწყვეტილებაზე მათ პერსონალურად დააწესა სანქციები სავიზო შესყიდვებთან დაკავშირებით და ასევე გუშინ იყო დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი განხილვა იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მე აგიკითხავთ რას ამბობს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ესტონეთის საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლებისა და პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებები არის მიუღებელი მტრული და სიტყვით სავსე როგორი მეგობრული და დიპლომატიური ენა ეს მაშინ როდესაც საქართველოს გააკეთა განცხადება და დარჩა თანხმრივი მეგობრობის რეჟიმში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ ესტონეთის ხელისუფლებას და ლიტვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა საქართველოს წინააღმდეგ. მათ ჰქონდათ გათვლა შესაბამისალებს რომ აყვებოდათ ამ პროვოკაციას, თუმცა ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით და დავრჩით თანხმრივი მეგობრობის რეჟიმში. როგორი განცხადებებიც უნდა გააკეთოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩვენ შევინარჩუნებთ სწორედ თანხმრივი მეგობრობის რეჟიმს იმ ტრადიციული მეგობრობის გათვალისწინებით, რომელიც ქართულ ხალხს აკავშირებს ესტონურ ხალხთან და ასევე ლიტველ ხალხთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია აქ იქნება უცვლელი. ბოლო კითხვა. გაზაფხულიდან დღემდე არც ერთი სამართალდამცველი ან თქვათ GDD-ს თანამშრომელი არ არის დაკავებული. და სიცხლის სამართლებრივ დევნაში არც ერთი არ არის მიცემული. ეს შეიძლება თუ არ აღნიშნოთ ხელის დაფარება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში რა უნდა ვიფიქროთ, იდენტიფიცირება მათი თული თუ აი რასთან გვაქვს საქმე, როცა შეიძლება მათი მოქმედების შედეგებს ხედავთ, ხო, დასახიჩრებული, დაზიანებული, დაშორებული კომაში მყოფი ადამიანების სახით. ხელის დაფარება ეს არ არის, რაც შეეხება კონკრეტულ გამოძიებები გაგრძელება ბუნებრივია და იმედია დასრულდება წარმატებით. რაც შეეხება მთლიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას, კონკრეტულად GDD-ს საქმიანობას, თქვენ იცით, რომ მათ შეძლეს ამ ქვეყანაში მაიდნის შაშლა, მათი წვლილი ამ ყველაფერში არის განსაკუთრებული და კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ პოლიციელს, მათ შორის GDD-ს თანამშრომლებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა ამისთვის. გამოძიება გრძელდება ვამბობ. გაზაფხულიდან დღემდე ერთი სამართალდამცველიც არ ყავს დაკავებული. მიმდინარეობს გამოძიება. აი როგორ გრძელდებოდეს გამოძიება, როცა საუბარია თანამშრომლების დანაშაულს. შესაბამისი უწყებები გაქცევა კონკრეტულ პასუხს. ძალიან მარტივად ახერხებთ ხოლმე თქვენი სასურველი პირების იდენტიფიცირებას და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყება თუ ასე მიგაჩნიათ საჭირო. შესაბამისი უწყებები გაქცევენ კონკრეტულ პასუხს, რაც შეეხება ჩვენს პასუხს, პასუხი მიიღეთ ჩემთან.